ბაჰარი. ელფინ საყვარელო, უკვე ადექი? მისმინე, წადი პური იყიდე, რომ სამსახურში წასვლამდე რამე შევჭამო. კარგი დეიდა, წავალ. დეიდა. რა დაგემართა? ღმერთო, ნუ თუ ისევ სიცხე გაქვს. გავარვარებული ხარ. რატომ არ მითხარი? არა, კარგად ვარ. უბრალოდ თაუბროდ ამეხვა. არა, კარგად არ ხარ. ჩემ გარეშე თავსაც ვერ უვლი. სახლში რომ ყოფილიყავი, ავად არ გახდებოდი. კარგად ვარ, დეიდა. გაჩუმდი. არა, დემირს არ დაურეკო. რას გულისხმობ? გისმენ ხაჯერ. აი სურჰანი, შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით. რა გინდა ხაჯერ თქვი? ქალბატონო, ელფინი ავად გახდა. მაღალი სიცხე აქვს. მინდოდა მეკითხა, შეიძლება რომ დღეს სახლში დავრჩე და გოგოს მივხედო. კარგი, ნუ მოხვალ. გმადლობთ, დიდი მადლობა, ქალბატონო. ჩემგან რამე ხომ არ გინდათ? შენგან რა უნდა მინდოდეს ჰაჯერ, ღვთის გულისათვის გათიშე. კარგი, კარგ დღეს გისურვებთ. გათიშა, სახლში დავრჩები ძვირფასო. რაღაც უნდა ჭამო. წავალ ახალ პურს ვიყიდი და ერთად ჭამოთ. კარგი? წადი დეიდა. კარგი. პომიდორი, კიტრი, კვერცხი, ყველი, ზეთის ხილი. სიმიცაც ვიყიდი. ჩაისთან გემრიელია. ამის გამო პასუხს გაგებინებ. გაჩვენებ როგორ უნდა ჩემი დამცირება. შეხედე, ხელში მისი სახლის გასაღები უჭირავს. არც კი სცხვენია. ძალიან სიმპათიური ვარ. ნეტავ ბაჰარი თუ არის მზად. ისე რა არის ბედისწერა. იმ ადამიანის საფლავზე მივდივარ, რომელიც იმიტომ მოუკალი, რომ მისი შვილისთვის ნუგეში მეცა. მაგრამ ამის გაკეთება ჰარუნ ბეიმმა იწულა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ბაჰარამდე მისულიყავი თორემ. ბოლომდე მისი ერთგული დავრჩებოდი. არა, ჩვეულებრივი დღეა, არა? ღმერთო, მომეცი მოთმინება. ბაჰარ, ცხოვრებით კბობა უნდა შეგეძლოს, ძვირფასო. ყოველი დღის გათენება უნდა გიხაროდეს. მორჩა, დაასრულე. შენც დილა მშვიდობისა, ბაჰარ. ჯობია მეტი სითბო გამოავლინო. რას მიყურებთ? ყავა მინდა. მე მოვადუღებ. არა, მე მოვადუღებ, არ შეწუხდებ ამუქანი. საოცარი დღეა. ბაჰარ, ძვირფასო,
ამ ქალის საქციელი ხომ არ გაღელვებს. არ მაღელვებს დაოგონულ. მაგრამ საშინლად მაღიზიანებს. ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ყოველ წამს პრობლემის შექმნას. საოცარი ნიჭი აქვს. ძვირფასო ასე სპეციალურად იქცევა. მისი ერთადერთი საფიქრალი ის არის, რომ წყობიდან გამოგიყვანოს და გზიდან ჩამოგიშოროს. არაფერი გამოუვა. ეს ასე ადვილი არ არის. აი ასე. განასხვავების ლაპარაკის გამოდანებდები. თანაც აშკარაა, რომ არც ის არის მშვიდად. შენს გაღიზიანებას ყოველთვის შეეცდება. ასე გგონია? ხო, ძვირფასო. თავდაჯერებულმა ადამიანმა იცის სად გაჩერდეს. თავი არ დააჩაგრინო. დაოგონულ, ჩემო საყვარელო. ყოველთვის ჩემს დამშვიდებას ვცდილობ. ჩემო ბახ. წავალს უპასუხებ. გისმენ თარიკ. ალო? დედა გონულ, სასწრაფოდ უნდა დავილაპარაკოთ. თარიკ, რამე მოხდა? ხაზენი და ბავშვი კარგად არიან? ხო, რაღაც მინდა გითხრათ. სადმე შევხვდეთ? კარგი. პარკში მოდი. ვილასთან ახლოს არის. იპოვი? ვილისკენ მომავალ გზაზე შესახვევია. მარჯვნივ კი პარკი. კარგი, ვიპოვი. მალე ვიქნები. კარგი შულო. იმედია, ცუდი არაფერი მომხდარა. რისი თქმა უნდა? ბაჰარ. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. მაპატია, რომ ასეთ მდგომარეობაში გდოვებ. ცოტა ხნით რომ წავიდე, პრობლემა ხომ არ იქნება? წადი, რა თქმა უნდა. ხომ იცი დღეს სასაფლაოზე მივდივარ. შერებთან ერთად. 7 წადი, სადაც გინდა. კარგი, მალე დავბრუნდები. მოგზანდით სიმგიხანიმ. დიდი მადლობა. ყავა უკვე მოიტანეს. შეგვიძლია ინტერვიუს ჩაწერა დავიწყოთ. ტანსაცმელიც იგივე. გუშინ რაც არ მომეწონა, თავიდან გადავიღებთ. ძვირფასო. კეთილი იყო შენი მოსვლა. მომისმინე ძვირფასო. არ მინდა გუშინდელივით მოღუშული სახით ვიჩდე. და კიდევ არ მინდა გუშინდელივით მრავალ მნიშვნელოვნად ილაპარაკო. ეს დღე მშვიდად გავატაროთ. გამომყევი. დემირბეი, გამარჯობა. გამარჯობა. თარიკ. რა გჯერს? ამას მნიშვნელობა არ აქვს, არაფერია. მითხარი, რა ხდება? ხაზანი მღალატობს, აი რა ხდება. რა თქვი? თქვენი შვილი მღალატობს. როგორც უკვე გითხარით, რაღაც თავიდან უნდა გადავიღოთ. სახლის გადაღებაც გვინდა. რა თქმა უნდა, გადაიღეთ. დემირი წინააღმდეგი არ არის, ხომ ასეა? კარგი. წინააღმდეგი არ ვარ.
რადგან ასეა, ჯერ ფოტოებს გადავიღებთ. შენიერია. Harika. დავიწყოთ. კარგი. Her güçlü kadın gibi. თქვენ როგორც ძლიერი ქალი, მრავალი ადამიანის შთაგონება ხართ ბიზნესის სფეროში. Peki siz nasıl insanlar? მითხარით, როგორი ადამიანები მოგწონთ და როგორ ადამიანებთან მოგწონთ მუშაობა. მამაც ადამიანებთან მიყვარს მუშაობა, რომლებიც მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და უფრო მეტის მიღება სურთ. Tutkulu. როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში. ყოველთვის მხიბლავდნენ ვნებიანი მამაცი ადამიანები ინოვაციური იდეებით. Demir Bey de öyle mi? ესე იგი, თქვენი საქმე რო ასეთია? Kesinlikle. ზუსტად ასეთი. დემირს თუ რამე უნდა მერწმუნეთ, არასდროს ნებდება. Asla vazgeçmez. არასდროს. Önüne engel. წინ თუ დაბრკოლება ხდება, geçer. ყოველთვის გადალახავს. Demir Bey, siz დემირ ბეი ზუსტად იმავე საისუნ ხანიმზე ამბობდით. ვფიქრობ, მიზანდასახულობა თქვენი საერთოთვისებაა. იცით, როცა გვერდით აისუნისნაირი ქალი გიდგას, არ შეიძლება ჩამორჩე. ფეხი უნდა აუწყო. მას უსაზღვრო ენერგია აქვს, საოცრად მიზანსწრაფულია. მისი ენთუზიაზმი გაგაუცებთ. იმის თქმა მინდა, რომ როცა შენს ცხოვრებაში აისუნ ჰანიმია, არ მოიწყენ. თავისკენ გიზიდავს. Onun bu yönü sizi sürükler. ბაჰარ, მზად ხარ? წავიდეთ? მზად ვარ. წავიდეთ. გზაზე ყვავილების ყიდვას შევძლებთ? რა თქმა უნდა, უფრო მეტიც. ფლორის ცველაპარაკე და მამა შენი საყვარელი ყვავილებისგან თაიგულს გაგვიმზადებს. გზად შევივლით. გმადლობ, შერებ. ახლა დავუშვიდე. წავედით. ეს სიმართლეა.
ოჟჯანზია შეყვარებული. ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი ცოლი, თქვენმა ჰაზანმა თავი მომჭრა. თარიკ, ხვდები ახლა რას ამბობ? ხვდები, სიმართლეს ვამბობ. თარიკ, ნამუსი სულ დაკარგე? დედაგონულ, ჩემ შვილს ცილს წამებ მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან იჩხუბე? ის და ოჟჯანი უსირცხვილოები არიან, მატყუებენ, ცოდვას ჩადიან. დღედაღამე ვირივით მუშაობ ცოლისთვის და შვილისთვის, ის კი ამ დროს ჩემს მეგობართან ერთად ერთობა. გესმით? ერთობა. მოკლავ გესმის თარიკ? ჩემ შვილზე ასეთი რამის თქმა აღარ გაბედო. ჯერ ერთი ჩემი ჰაზანი ასე არასდროს მოიქცეოდა. და მეორეც, არც ერთი კაცი თავის ორსულ ცოლზე ასეთ რამეს არ იტყოდა თარიკ. ახლავე აქედან მოშორდი, თორემ ჩემს აქციელზე პასუხს არ ვაგებ. არ მაიძულო იცოდე, თავს ვერ შევიკავებ. მოშორდი. ვერ ვპასუხობ, გაფუჭდა. ისიც კი არ ჩანს ვინ რაკავს. ჰაზან აქვე ახლოს ტელეფონების ხელოსანია, მომეცი და წავიღებ. ახლა ტელეფონი მთავარი არ არის, დაისვენე. საჭმელი გადაიღე. მე ჩაიდანს მოვიდან. როგორ შეწუხდი ჰაზან, საუზმეც კი მოამზადე. არა, რას ამბობ? საერთოდ არ შევწუხებულ ვარ. ოჯან, როცა მიჭირდა, ყოველთვის გვერდით მიდექი. ნება მომეცი, როცა შენ გიჭირს გვერდით დაგიდგე. თან რა საუზმეა? მადლობ. ოჯან, რას ამბობ? ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ. ეს მოვლენები კი ჰაზან საკმარისია. გახსოვს გუშინ რაზე ვილაპარაკობდით? თავს ნუ იდანაშაულებ, კარგი? კარგი, მიდი გადაიღე. მოდი დაგეხმარები. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი გამოვიდა. რამდენიმე დღეში ანონსი იქნება. შემდეგ კი გამოქვეყნდება. გმადლობთ, როგორც კი მზად იქნება, შემატყობინეთ. რა თქმა უნდა, ნახვამდის. ნახვამდის. კმაყოფილი ხარ? ყველაფერი ისია, როგორც გინდოდა? ყველაფერი არაჩვეულებრივად არის. კარგი. რადგან ასია, მე წავალ. როგორც გინდა ძვირფასო. ახლა ყველაზე კარგი დღეებია, დემირ. სიჯიუდეს თუ განაგრძობ, ნამდვილად დაიდანჯები. მაგრამ თუ შემიხარებ, ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. ოჯან, დავამუშავე. იმედია ინფექცია არ შეიჭრება. მადლობ. ოჯან, ყოველი შემთხვევისთვის, ეცადე ხელი არ ამოძრაო, კარგი? კარგი, კარგი. მისმინე, სანამ აქ ვარ, გარაცხაში დაგეხმარები. არა, რას ამბობ? მე თვითონ. არავითარ შემთხვევაში. აი,
ეს სუფთაა, ჩაიცვი. ღილი აკლია. ღმერთო. მაგრამ არა უშავს. დღეს სამკარვალოში წავიღებ. აქიდოს. ამას წავიღებ. გამარჯობა, მამიკო. შენი შვილი მოვიდა. მას არაფერი ახსოვს. მხოლოდ ისიც ის, რაც ძლიერ გიყვარდა. დაბადების დღეს გილოცავ, მამიკო. დარწმუნებული ვარ, რომ ოდესღაც ძალიან ბედნიერები ვიყავით. მიხარია, რომ ოდესღაც ამ სამყაროში იყავი. ვერც კი წარმოიდგენ უშენოდ რა უბედური ვარ. მამა, სულ მარტო ვარ. ოჯახის გარეშე ვარ, მაგრამ არ იდარდო. რაც უნდა მოხდეს, მე შენი შვილი ბახარი ვარ. არ იღალბო. ძლიერი ვიქნები. შენი ღირსეული შვილი ვიქნები. ბაჰარ, შენ მარტო არ ხარ. მე გყავარ, ფამოქი გყავს. ჩვენც შენი ოჯახი ვართ, ასე რომ შენ მარტო არ ხარ. ვიცი, შერებ. ვიცი. მაგრამ აქ ყოფნა ძალიან მტკივნეულია. რა უცნაურია. ერთი მხრივ მიხარია მამის სასაფლაოზე რომ მოვედი. მეორე მხრივ კი სამწუხარო რეალობაა. გული ძალიან მტკივა. თავში იმდენი აზრი მიტრიალებს. რა ვქნა? ძალიან ნერვიულობ, შერებ. შეგიძლია ყველაფერი მითხრა, რაც მოგინდება. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია გული გადამიშალო. ჩემზე უკეთ ვერავინ გაგიგებს. გამარჯობა, ლეილა. არ მოგწერა, რომ სამსახურში არ მოვა. არც სახლში, არც ნურჯანთან, არცად. მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა. კარგი, ლეილა, მოგვიანებით გადმოგირეკავ. ჩემო საბრალო შვილო, ალბათ ახლა რა დღეში ხარ. იმ სირცხვილო მე რომ ეს მითხრა, წარმომიდგენია შენ რას გეტყოდა. ოჯან, წინააღმდეგი ხომ არ იქნები ფარდებით რომ გავრეცხო. ოჯან, დედა შემია. დედა შენი? ღმერთო, ვინ იცის თარიქ, მაგრამ სისულელეები უთხრა. რა ვქნათ, მომკლავს.
რა ვქნათ? ალბათ უთხრათ, რომ აქ რატომ მოვიდოდა. მართალი ხარ. კარგი, დამელოდე, კარს გავაღებ. რა სიტყვი? რამეს მოვიფიქრებ? საფრთხეში მარტო არ დაგტოვებ. არა, ბაჰარ. შერებს ნუენდობი. თავში უამრავი აზრი მაქვს, რომელსაც ვერავის ვუზიარებ. შერებ, არავის ვენდობი. მეც რთულ მდგომარეობაში ვარ. შენი მესმის, მაგრამ შეგიძლია მე მენდო. მართლა. გამარჯობა, უშენ. ამდენ ხანს რატომ არ გააღე? აბადია დეიდაგონო. ხაზანი შენთან არის? არა, რამე მოხდა? მითხარით. არა, არაფერი. უბრალოდ შვილის ნახვა მინდოდა. უშენ, შვილო ხელზე რა დაგემართა? მშენებლობაზე დამიზიანდა, ისეთი არაფერია. როგორ თუ არაფერია? თუ ასე რატომ გადაიხვიე? უბრალოდ ცოტა მტკივა, სერიოზული არაფერია. იმიტომ შევიხვიე, რომ ინფექცია არ შეჭრილიყო. საშიში არ არის. კარგი. ალბათ ხაზანი სახლშია. წავალ ვნახავ. კარგი. აქ რა ხდება? არ გინდათ. ხაზან. ხაზან აქ რას აკეთებ? ხაზან. მომისმინე. უკვე მრავალი წელია ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. მე თუ არა სხვას ვის გავუზიარებ? მართალი ხარ, შერებ. რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრა. მოგვიანებით ნახავ, ბაჰარ. მომიყევი. არავის ენდო. არავის არაფერი უთხრა. თუ მამის მკვლელის პოვნა გინდა მე მენდა. ბაჰარ. რაღაცის თქმა გინდოდა, მაგრამ შეტყობინება მიიღე და შეწყვიტე. მნიშვნელოვანი შეტყობინებაა? არა, მნიშვნელოვანი არაფერია. შეტყობინება ბანკიდან არის. აქ თავს უცნაურად ვგრძნობ. ემოციები მაძვება. კარგია, რომ მამის დაბადების დღეს აქ მოვედით. მამას გაუხარდებოდა. ხომ ასეა? ამის თქმა გინდოდა? სულ ეს არის? მადლობის თქმა მინდოდა. იმისთვის, რომ აქ მომიყვანე. რომ ეს დღე გამახსენე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არაფერს. შეგვიძლია კიდევ მოვიდეთ, მაგრამ რამე ისი არ არის? არა, ყველაფერი კარგადაა. წავიდეთ. უკვე? Beni yanlış anlama Şeref. არასწორად არ გამიგო. რა თქმა უნდა, კარგია, რომ მოვედით.
Yine de მაგრამ ჩემთვის ეს ადვილი არ არის. her şey çok yoğun. ძალიან hissediyorum. განვიცდი. Yoruldum თან şimdi. დავიღალე შერებ. Gidelim. სახლში წავიდეთ. Peki კარგი ბაჰარ. როგორც სიტყვი. Nasıl istersin? Gidelim. წავიდეთ. Ne oluyor Hazan? აქ რა ხდება? დედიკო, Hazan ახლა ვეთქვი, აქ რა ხდება? Hazan, ხაზან, siz ne saklıyorsunuz? რას მალავთ? Ha? Ne saklıyorsunuz ben? სასწრაფოდ მიპასუხე ხაზან. Benim bekar მარტო ხელა კაცის სახლში რას აკეთებ? kızım. დეიდა გონუ, ეს ის არ არის, რაც იფიქრეთ. Ჰაზანი ყველაფერს აგიხსნით. İyi düşün. რა სისულელეა? Düşmüyor ki. არაფერს მიხსნის, ჩუმად არის. Olmuş tek არაფერს ამბობს. Hazan, ხაზან, bana her şeyi ყველაფერს მოყვებით. გასაგებია? დასხედით. დასხედით მეთქი. სწრაფად, Oturun oraya. სწრაფად დასხედით. Elfin. ელფინ, 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 ელფინ ძვირფასო. ღმერთო, ღმერთო. Başıma geldi. იმედია ის არ არის, რასაც ვფიქრობ. ელფინ, Yanıyor bu kız. იწვის. Ay, yanıyor. ღმერთო, Allah verdi. იმედია შეტევა არ არის. Elfin. ელფინ, ელფინ საყვარელო. გონს მოდი შვილო. Kalk. ელფინ, Elfin teyzem kalk. მიაქვარ. მოდი ბალის დაგიდებ. Kendine gel. საყვარელო თვალები გაახილე. Elfin kendine ელფინ gel. გონს მოდი. Teyzem kalk. გაიღვიძე. Koy. ოდეკოლონი. Kızım. თვალები გაახილე. გონს მოდი. Allah'ım ya. ღმერთო. Elfin. ელფინ, ელფინ ძვირფასო. Uy. Kolonya. არა, არა, ოდეკოლონი არ უშველეს. ელფინ, Allah. ღმერთო, გთხოვეს არ დაუშვა. Başıma geldi. გთხოვ ყველაფერი კარგად დასრულდეს. Bir şey olmasın. რა ვქნა? რა ვქნა? Abdiciğim. სად არის ტელეფონი? Telefonum nerede? სად არის? Alo. ალო, Acil სასწრაფო დახმარება მჭირდება. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.